დილამ შვიდობისა ნინა კოლ. დილამ შვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით განსაკუთრებული სალამი მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა ტელეეკრანებთან. დიახ, როგორც გითხარით, ჩვენ დილიდან ვიმყოფებით თბილისის იპოდრომზე და როგორც წინა ჩართვაში დაგკვირდით, კიდევ უფრო კარგად უნდა გაგაცნოთ ადამიანი, ქართველი მხედარი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური. ბატონი შალვა გაჩეჩილაძე არის დღეს ჩვენთან ერთად. დილამ შვიდობისა, გილოცავთ პირადად მთელი საქართველოს სახელით ამ დიდ წარმატებას. ბატონო შალვა, მოგვიყევით როგორი შეგრძნება არის, რომ ხართ საქართველოს ისტორიაში პირველი მხედარი, რომელმაც შეძლო და ასეთი, არ ვიცი, საერთაშორისო მსოფლიო დონის წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მოგესალმებით დილამ შვიდობისა. ნამდვილად ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის ყველასთვის. ჩემთვის დაუჯერებელი იყო, წარმოუდგენელი იყო ჯერ იქ მოხვედრა, ჩვენი ოცნება იყო ყველასი და შემდეგ ასეთი სირთულის შეჯიბრში მონაწილეობა. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, გახარებული ვარ, ჩემი ცხენი ეხლა იმყოფება ბელგიაში, სადაც ისიც ისვენებს ეს პერიოდი ამხელა დამსახურებული დასვენება აქვს და დაახლოებით ერთ თვეში ისევ განვაახლებთ სალიცენზიო ტურნირებში მონაწილეობას. პრეფინალურ პერიოდზეც რომ ვისაუბროთ, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ეტაპის გავლა მოგიწიათ, სანამ მოიპოვებდით მსოფლიო თასის საგზურს. აი ამ პერიოდზე რომ მოგვიყვეთ, რამდენად დიდ გამოწვევებთან იყოს დაკავშირებული და რამდენად რთული იყო, როგორი იყო მომზადების პროცესი? საკმაოდ მოკლე დრო იყო, როდესაც უკვე ლიცენზია ავიღე, ეს იყო სექტემბერი, ოქტომბერში გავემგზავრეთ პოლონეთში, ვარშავაში, სადაც დასკვნითი ეტაპი იყო მსოფლიო თასის ევროპაში, მსოფლიო თასის ბოლო ტურნირი, სადაც უკვე ავიღე ლიცენზია და რამოდენიმე თვე რჩებოდა აპრილამდე, ფინალამდე, რაც ძალიან მოკლე დრო იყო. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, ასეთ მოკლე დროში 160 სიმაღლის ბარიერებს გადალახვა და ამისთვის მომზადება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძველით. მე მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, ყველასი, ვისაც ჯეროდა ამისი და თითოეული ადამიანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ ეს გადავლახეთ, შევძველით და ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც ადამიანი ძალიან მოინდომებს და ოცნებებიც ხდება. რა თქმა უნდა. სწორედ გულშემატკივრის ფაქტორზე მინდა ახლა გკითხოთ, ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ გუნდურ სპორტებში ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრის განწყობა, ჩართულობა, გამხნევება. მგონია, რომ ინდივიდუალური სპორტის სახეობაში, ამ შემთხვევაში როგორც არის ცხენოსნობა, კიდევ უფრო სხვანაირად აღიქმება და კიდევ უფრო დიდი мотиваციის მომცემი არის. მე როგორც ვიცი, 2 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს მსოფლიო თასის ფინალს, პირდაპირ ტრანსლაციას. რამდენად გრძნობდით ქართველი გულშემატკივრის თანადგომას და რამდენად აისახა მერე ეს ყველაფერი თქვენს შედეგს? ბაზელში რა იყვნენ ჩამოსული, რა თქმა უნდა, გულშემატკივრები, ჩემი მეგობრები და რა თქმა უნდა, საქართველოდანაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა ამ შეჯიბრს. ყველაზე დიდი სიხარული არის ალბათ, რომ შენს გულშემატკივარს, შენს საყვარელ მეგობრებს ახარებ შენი წარმატებით და ძალიან დიდი სიამოვნება ეს. მაგ დროს ალბათ გავიწყდება შენი რეზულტატი, როდესაც ხედავ გახარებულ სახეებს, გაბრწყინებულ სახეებს და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ალბათ სპორტსმენებისთვის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ საქართველოს საცხენოსნო ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ქალბატონ რუსუდან ფიცხელაურთან და ესეც ჩვენი ინგლისელი გოგო ნესი. პირადად გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, რაც ამ სფეროში გვაქვს და მინდა ახლა ვისაუბროთ პირადი გამოცდილებით. ვიცი, რომ იმის გარდა, რომ ძალიან რთულია განსხვავდება ეს სპორტი სხვა სპორტებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ გარდა ფიზიკური და მენტალური მზაობისა, მხედარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ცხენთან. ამის შესახებ ამ ნაწილში რომ ვისაუბროთ.
დილამშვიდობისა პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ნამდვილად სწორედ აღნიშნეთ გადამწყვეტი ვიტყოდი მნიშვნელობა აქვს ცხენის და მხედრის ურთიერთობას, რამდენად კარგად იცნობენ ისინი ერთმანეთს, რამდენად შეუძლიათ ან მთლიანი მარშრუტის განმავლობაში ენდონ ერთმანეთს, იცოდეს მხედარმა თავისი ცხენს, რაზე რა რეაქცია ექნება, ეშინია თუ არა რაიმე ბარიერის სფერის და ზოგადად მაყურებლის ტაშის, აი ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სენსიტიური ძალიან დიახ. განსაკუთრებით ჩვენი ცხენი მოდესტი ძალიან რეაგირებს, ასე ვთქვათ, ზედმეტად რეაგირებს. იტალიელი მოდესტი. დიახ. ჯიში ბელგიურია, თუმცა შევიძინეთ იტალიაში და საკმაოდ სენსიტიური ცხენია, ყველაფერზე რეაქცია აქვს, ტაშის დაკვრაზე, მაყურებელზე, ფარდებზე, სასცენო გაფორმებებზე, რაც მოგეხსენებათ ბაზელში უმაღლეს დონეზე იყო და დახურულმანეში იმართებოდა შეჯიბრება, შესაბამისად ეს მისთვის დიდი სტრესი იყო, გამოუცდელი იყო ამ დონის შეჯიბრებზე არ ქონა გამოცდილება და აქედან გამომდინარე ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან მან მთლიანი გულის სული, ასე ვთქვათ, ჩადო და ბოლომდე გამოვყვა და გვიერთგულა და მადლობლები ვართ პირველ რიგში მისი. ქალბატონ რუსტან, მაინტერესებს რა ასაკიდან არის რეკომენდირებული სპორტის ამსახეობით დაკავება? აი პატარა პონებზე შეგიძლიათ 4-5 წლის ბავშვებიც ხელით გაასეირნოთ, უბრალოდ იმ მიზნით, რომ მიეჩვიოს ცხოველს და კონდეს ცხოველთან ურთიერთობა, ხოლო ვარჯიშს რაც შეეხება უკვე 7-8 წლიდან არის რეკომენდირებული. მე მაქვს ინფორმაცია, რომ 26 და 27 აპრილს სეზონი გაიხსნება გაზაფხულის თასით, რომ გითხრათ, ვინ შეძლებს მონაწილეობის მიღებას და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მონაწილეები ამ ტურნირში? დიახ, ძალიან გვიხარია პირველ რიგში, რომ შეგვიძლია დავაანონსოთ ესეთი ახალი ამბავი. 26 და 27 აპრილს შემდგომ მოყვება 3-4 მაისი, ეს იქნება ორკვირიანი ტური, გაზაფხულის ტური, რომელიც ჩატარდება ნებისმიერი მსურველისათვის, ეს იქნება მოყვარულიდან, დამწყებიდან დაწყებული, პროფესიონალით დამთავრებული ყველა დონის მხედრისთვის და ცხენისთვის გაიმართება შეჯიბრება ამ ტურის ფარგლებში და ნებისმიერ მსურველს, რომელიც დარეგისტრირდება და გვიკავშირდება, რა თქმა უნდა, წინასწარ დავარეგისტრირებთ და შეიძლება მონაწილეობის მიღება და თავისი კლუბის თუ რეგიონის რომ ასახელოს, ასე ვთქვათ. ბატონო, რა შედეგს მოიტანს შემდეგ ტურნირში გამარჯვება? რა ელოდება გამარჯვებულს? რა პირველ რიგში ვისარგებლებ თქვენი ეთერს და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს სპონსორებს, იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან 2024 წლიდან მოყოლებული და ესენი გადასცემენ გამარჯვებულებს პრიზებს. ასევე იქნება ფულადი პრიზი და რა თქმა უნდა გამოცდილება, რაც ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემი გადმოსახედიდან, როგორც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საჩუქარია. მომართვიანობაზე მინდა გკითხოთ, რამდენად არიან ჩართულები პატარები, აი დაახლოებით რა ასაკიდან ხდება მათი აქ მოსვლა და დაინტერესება ამ სპორტით და რამდენად გაიზარდა თუ შემცირდა მომართვიანობა სპორტის ამსახეობის მიმართ, დაინტერესება რამდენად? დიახ, ბოლო წლები არის საკმაოდ გაიზარდა. ჩვენ უბრალოდ გული გვწყდება იმაზე, რომ არ გვყავს საკმარისი ცხენები, რომ ყველა, ასე ვთქვათ, მივიღოთ და ყველა მოსწავლე გაზარდოს შალვამ, როგორც სპორტსმენი, თუმცა ნამდვილად მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლები არის საკმაოდ გაიზარდა, დიახ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია 2025 წელს თქვენ გეგმავთ დაახლოებით 14 შეჯიბრის ჩატარებას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურნირის და მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ცხენოსნები. რა შეგვიძლია გითხრათ ამის შესახებ? ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ ჩავატაროთ მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ჩვენი კასპია-კავკასიის ლიგის წარმომადგენელი მხედრებისათვის, რომელმაც წინა წელს მისცა შალვას შესაძლებლობა, რომ შემდგომ წასულიყო მსოფლიო თასის ფინალზე, ამიტომ წელსაც არ დავარღვევთ, რა თქმა უნდა, ტრადიციას. ორ მსოფლიო თასის ფინალს ვუმასპინძლებთ, ასე ვთქვათ, ლისი იპოდრომზე. ეს იქნება სექტემბრის პირველი და მეორე შაბათი-კვირა, პარასკევი შაბათი-კვირა ბოდიში და მხედრები ჩამოვლენ, ვიმედოვნებთ, რომ ჩამოვლენ ჩვენი ლიგის ქვეყნებიდან. ეს არის ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ასე
შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა რუსუდან ფიცხელაური საქართველოს საცხენოსნო ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პასუხობდა ჩემს შეკითხვებს და რა თქმა უნდა ქალბატონი ნესი, ინგლისელი ნესი, რომელსაც ჩაეძინა ჩვენი ინტერვიუს ვლელობისას, ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დღეს ძალიან კარგი ამაღლებული განწყობით დავიწყე ჩართვა და ახლა კიდევ უფრო კარგ ხასიათზე ვარ და კიდევ უფრო მოქმედებს მზე და კარგი ამინდი ჩემზე და მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ დღეს მზიანი ამინდი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. მე კი სამშაბათამდე უნდა დაგემშვიდობოთ და წინასწარ მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გისურვებთ ბედნიერ და სასიამოვნო უქმეების გატარებას. ეს ძალიან დიდი მადლობა.